დაბრუნდით ორი ბრონტოზავრი სკაი და კიბა გამოგვიწებული. ანუ ეხლა რა ხდება? ისევ და ისევ მე დამცინის, იმიტომ რომ რეკლამამდე ვთქვი, არ ვიცი ზვიადი დღეს რაც ცხოველით იქნება წარმოქმნილიო. მაპატიეთ ძაღლებო რომ დღეს ვიხმარე. სალამი ზვიად ჩიხვალზე კინოლოგია დღეს ჩვენთან და ჩვენთანაც ამყვანი და მას არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს იუთუბერი თორნიკე ხიზანეიშვილი ორ სახელებით ამან დაიმახსოვრა ძაღლების სკაი და იმახსოვრა სკაი. ეს ბრონტო, ეს ზავრი. ხო, ანუ მამაშვილი ერთი არის წითულ, მეორე შავი და მთელი რეკლამის განმავლობაში განვიხილავდით რატომ ხავს წითულ ძაღლს შავი შვილი. ადამიანებში თუ ვიცით ამას რა ქვია, აქ რა ქვია ამას. ზუსტად გაერციპავს. არა, ძაღლებში ნორმალური ამბავი. ძაღლებს ავანებოთ, მაგაშიც გჯობ. ბიჭო, ისედაც ის არის, რა ქვია, გენეტიკის ამბავია, ძმაო. დანუკას დაინტერესა. ой, მაგრამ ჩემს სულ თეთრები ყვება, მე მუხი ვარ, არ არის პრობლემას ვერ ხედავ. მუხი ხო, მაგრამ ფერატკანიანი ხო არა ხარ. კაი, კანი მათ ყველაზე ერთი ფერი აქვს, ნუ ზემოდან ბეწვი აქვს სხვადასხვა. კარგი, რატომ ეს ჯიში და რა ჯიშია? მოდი აქედან დავიწყოთ. ეს არის ფრანგული ჯიში, ბრეტონული ეპანიოლი. ოჰო, როგორ ჟღერს? მონადირე, ფრინველის მონადირე ძაღლია. და ეხლა რატო ავარჩიე ეს? ბიჭო, სეტერი არ არის ეს? არა. არა? არა, სეტერი რა ქვია? ბრეტონული ეპანიოლი. გაგიგიათ ხო? ჩაიწერე. მე პირველად მესმის. კარგად ჟღერს. მოგიხები რატო? ნახეთ ეხლა რა შეასაქმე, ეხლა რატო ავარჩიე ეს კონკრეტული ჯიში მე. მართლა პირველად გავიგეთ ეტესკიფიცე. იქიდან გამომდინარე რომ კორპუსში ვცხოვრობ, კომპაქტური ზომის არის, პატარა არის, ძალიან ენერგიულია აი ნადირობის პროცესში. თითქმის დაუღლელი ძაღლია. გამორჩეულად კარგი ყნოსვა აქვს. და რაც თავარია, რაღაც კონკრეტულ ასაკს რომ მიაღწევს, არის ძალიან სტაბილური. აი პატრონისთვის შრომობს და პატრონისთვის ნადირობს. თან კეთილი ორივე კეთილი და მოსიყვარულე მარტო მონადირე არა, როგორც კომპანიონი ძაღლი არის ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ აი პატრონის მიმართ და ოჯახის მიმართ აი უთბილესი არის. ანუ ეხლა როგორც უყურებ, ეს არის ლეკვი, ის უკვე მოზრდილი და დაღვინებულია, ხო? კი, არის 7 თვის ლეკვი, სკაი 3 წლის არის უკვე და ამას სკაიეთობა უკვე. ეთქობა, ნახე როგორი დაღვინებული არის. სხვადასხვა ეს წოლის მანერა ამ ჯიშის დამახასიათებელია. ტაბაკასავი ბარათი არის. აი წოლის ეს მანერა. არა, მანდ რატომ გავიგე პირველად ეს ჯიში და რატომ გადავწყვეტე რომ სეტერია ასე? ანუ გავს ხო რაღაც? ძირითადად ყავთ მონადირეებს. ხო. ვინც ნადირობს, ძალიან იშვიათად ხვდები, ვისაც პირობითად აი კომპანიონად ყავთ ეს ძაღლები და ძალიან ბევრს შევხვდებით, თქვა ნადირობის მინდორში, სოფლებში, ხეებში და ეს ადგილებში უფრო მეტად ჩანან ვიდრე ქალაქში. ვიდრე ქალაქში. ამიტომ კი. მეც ვფიქრობ, რომ მქონია ამ ჯიშთან რაღაც შეხებები, რაღაც გამოცდილება და ძალიან კარგი ტიპები არის. ამეთ ის სულელია რა საყვარელი. პირველ რიგში ვისაც ბავშვები ყავს, საქმეც ასაკიანი ადამიანები, ჩვენიერი ზომა აქვს. ხო. ძალიან კარგი ტიპები არიან და მე აი ზუსტად მართალი ხო თორნიკე, მესეც ცანცარა ტიპი რაც არის, მე ასაკთან ერთად უფრო სტაბილურდება და მე უკვე არის აი ესეთი გაწონასწორებული და წყნარი და მშვიდი. ეხლა ესეთ ენერგია. ეხლა ეს ჩვეულებრივი ძაღლები არ არის, ეს მონადირე, ანუ განსაკუთრებული თვისებებით და განსაკუთრებული ცნა, მოლა. თუ ინსტინქტები აქვს თავის რა პირობები გჭირდება. ეხლა კორპუსში რაღაცა მეცოდებიან თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აგიხსნით. იქიდან გამომდინარე რომ ანუ ამ ძაღლების თავარი მახასიათებელი არის აქვს უნარი ჩასახლების ინსტინქტი. შეუბრალოდ ფრინველზე ნადირობაში ეხმარება. სასტრაფი უნდა იყოს. ამავდროულად კი ანუ გენეტიკურად ძაღლისთვის ჩაბეჭდიდა და ჩაწერილი არის რომ ენერგია ჭირდება და ამ ენერგიას დახარჯვა ჭირდება აუცილებლად. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ნადირობთ, ანუ ამის პრობლემა არ გვაქვს. ძალიან ხშირად გვაქვს საველე გასვლები და ანუ ამ ენერგიას ხარჯავენ. ანუ სირბილია მათთვის თავარი თუ სამიზნე ჩაუმალო სადმე ან რა ვიცი. არა, ნუ როცა წვრთნა მიმდინარეობს და ძაღლის გეშვას ვახდეთ, მაგ შემთხვევაში აუცილებელი არის ველური ფრინველი, რაზეც ვნადირობთ უშუალოდ. ანუ რომ გამოუმუშავდეს კონკრეტულად ყნოსვა. აღმოჩინოს და დახვეწოს თავისი ინსტინქტები და თავისი ძეგლი. ისე პოლიციაში ძაღლებს აი თქვა ველურს და იმას არჩევს, ვითომ დავიჯერო, ეხა შინაო. კი, არჩევს. კი, როგორ ხდება პოლიციელი ძაღლებს? ისინი სხვა არიან გაწვრთნილები, ნარკოტიკზე ვთქვათ რაღაცა, ანუ
იმ კონკრეტული ნივთიერებით ხდება ცხოველის გამოწვრთნა? თვითონ ნარკომანები არა, ამ შემთხვევაში ეს ეხება ძირითად შემთხვევაში, ანუ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ მაინც ყველაზე აპრობირებული და გამართლებული მეთოდი არის, რომ როცა ძაღლი გავყავს მინდორში, სადაც ვიცით, რომ ფრინველი ბინადრობს და არის, აი შემთხვევითობის პრინციპით ძაღლი უბრალოდ ანუ მონადირე ძაღლი ყოველთვის რაღაცას ეძებს, ანუ ის არის ის ჯერჯერობით რასაც ეძებს, მაგრამ მაინც რაღაცის ძებნაშია. შემთხვევით ფრენის შემთხვევაში მონადირებული ფრინველი იმისთვის ჯილდოა და იმას აღმოაჩენს მერე აი რამდენიმე ფრინველის გავსად მონადირების შემთხვევაში ხვდება რისთვის დარბის მინდორში და რას ეძებს. ძალიან ჩემი აზრით ეს იმად ვერასოდეს ვერ გადაკეთდება. მე რწმუნად გადაკეთდება, იმიტომ რომ მართლა გადასწრება არის ეს რა. და არ მოეჩვენოს. მამას არ მოეჩვენოს, რომ მიშვილს რაღაცაერად ვექცევი და ჩვენკენ არ დაიძრეს ეს ინჯიკაცი. მოდი აი ხა ზუიად ამიხსენი რა. მამაშვილზე არაერთხელ მიკითხავს. აკირა და პანდა სამოედები იცნობ, მამაშვილი მოსისხლე მტრები. ერთ სივრცეში ვერ ჩერდებიან. ამათ რატო აქვთ ეს კაი ურთიერთობა? რატო არ არიან მტრები? იცი როგორ არის ძალიან ბევრ ჯიშებში ხდება ხოლმე ასე. ეხლა მაგალითად რო ავიღოთ ხო ეს მონადირე ძაღლები. ხო კონკრეტულ ამ შემთხვევაში ამ ძაღლებს არ ახასიათებთ თქვა ისეთი დომინანტობა ისეთი აგრესია როგორც სხვა ჯიშებს. ეხლა რო ავიღოთ თქვა ორი კანეკორსო, ორი როტოილერი ხო შეიძლება რაღაცა ისეთი კონფლიქტი მოუვიდე და ერთი კონფლიქტი თუ მოხდება ხო მე სულ არის იმის საშიშროება რომ შეიძლება ერთმანეთი დააზიანოს. საშიშროება კი არა. აი სამი რომ გაგეპაროს ყურადღება ორი ამხელა ძაღლი ამ ჯიშებს ეგ არ ეხება. მან პატრონზეც ძალიან ბევრი რაღაც არის დამოკიდებული. შეიძლება ორი აი რა ვთქო, მაგალითად ორი კუდელი რო ავიღოთ. შეიძლება საერთოდ ვერ შეეწყონ ერთმანეთს და ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ. ანუ მარტო ჯიშზეც არ არის, კი რაღაც ანუ აზრდაზე ხასიათზე და ბევრ მოცემულობაზეა, ხო? რამდენად არის მოკლედ ჩართული, რამდენად იცის სწორად მართვა მათი, რომ აი კონფლიქტს როცა ხედავს, რომ აი ჩხუბი უცებ არ ხდება, რაღაცა საწყისი ეტაპები აქვს, სადაც თქვა ერთმანეთს უსინჯავენ, რომელი უფრო ძლიერია და მე თავისთავად ცხოველები არიან და იქ საჭირო ხდება იმის გარკვევა, რომ თქვა ვინ არის ალფა და ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ზუსტად აი კონფლიქტები და მე ყველაზე ცუდი რაც არის პატრონი ერთვება ხოლმე ამ პროცესში წივილით, კივილით, ყვირილით და ეს კიდევ მედგაღიზიანებას იწვევს ამ შემთხვევაში და უფრო მხარდაჭერად აღიქვამს ძაღლი და მეტად შედის აზარტში. ასე შემთხვევაში პანიკაში რო ვარ და რო ყვირით, მას გონია რომ მხარდაჭერა აქვს. მაქსიმალურად უნდა მოვთოკოთ და ხო, ისე უნდა ჩავერიოთ მოკლედ ამ ძაღლების გაშოლებაში, რომ აი ზედმეტი პანიკა არ უნდა შეწყდეს. აი ზედმეტზე გამახსენდა ზედმეტი ფერება. ნახეთ როგორ არის თუ ამათ არ აქვს ძაღლებისთვის აი ყველაზე მთავარი მაინც რა არის ამათო მონადირე ძაღლებისთვის სოციალიზაცია. რაც სოციალურია ძაღლი, მით უფრო ნაკლები კონფლიქტი ხდება ძაღლებს შორის, მით უფრო კარგად ერკვევა ძაღლი საკუთარი პატრონის ინტონაციებში, დამოკიდებულებაში და ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს. იქვე სანამ გაჩნდება ის პრობლემა. ძაღლის სოციალიზაცია. ანუ ვიდრე გაჩნდა პრობლემა. თქვენ ხასიათს გზნობთ? აუცილებლად. აი თუნდაც უხარ ან აუცილებლად ყველა ხმის ტემბრს არჩევს ჯერ ეს ვერა. ეს მაგარი. აი მე დურაკების პრეზიდენტი. ეს აი რიკოსეტია შეულებრივი. სკაი ჩემს გამოხედვასაც კი არჩევს. ანუ შეუძლია ჩემი გამოხედვით აღიქვას ჩემი განწყობა. მაგრამ უპირველესად ეხა სუპერყნოსველი არსებები არიან და ადამიანში გამოწვეული სუნებით აღიქვავენ თქვენს განწყობას და კი, ბეწვიცვივა, მოდი და მე ვთქვა. ეხა ბეწვიცვივა. ბეწვიცვივა აბსოლუტურად ყველა ძაღლს, კი ბატონო, ეხლა არის განსაკუთრებით პერიოდი ბეწვიცვენის და ეხლა ვერ ეხლა განსაკუთრებით. ანუ ამათაც ჩოლებული გრუმინგი ჭირდება როგორც ყველა სხვა ძაღლს. აუცილებლად ჭირდება იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენ ხშირად ვჭირდება ძაღლების მოწესრიგება და გრუმინგი, იმიტომ რომ გადავადგილდებით მანქანებით, სადაც ჩვენ ვხედავთ შიგნით და აუცილებელია ძაღლის უთათ იყოს. ანუ ძაღლი მართლა იმიტომ გასულა რომ შენი იყოს. ბედნიერ ადამიანს ბეწვები აყრიაო. კაი, და ზვიად. ბევრი მონადირე ხე მე მაგალითად სეტერი მეგონა და მე კაი დილეტანტი ვარ, მაგრამ როგორც მივხვდი არსებობს ძალიან ბევრი განსხვავებული ჯიშები მონადირის, ხო? კი.
რა უპირატესობა აქვს ამას თუ ალანაილი? მოდი ჩემი აზრით პირველ რიგში თორნიკე უკეთესად გიპასუხებს, რადგან ძალიან კარგად არის ამ ნადირობის ამბებში გარკვეული და მეტი გამოცდილება აქვს და მე მონადირე ძაღლებთან შედარებით ნაკლები შეხება მაქვს, იმიტომ რომ არც ნადირობა ვიცი და არც შესაბამისი აღჭურვილობა მაქვს და ხო, ძალიან შორს ვარ ამ საქმიანობისგან. მაგრამ რაც ვიცი, ინფორმაცია მომიძიებია, რაღაცები მინახავს, პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან კომპაქტური ტიპები არიან, ძალიან აზარტული ტიპები არიან და მოკლედ არა აქვთ ის რაღაცა იმ მომენტი, რომ რაღაც მომენტში გაჩერდეს, დაფიქრდეს, როცა პროცესში ერთვება, იმდენად აზარტული ტიპები არიან, რომ მე უკვე ვეღარ გრძნობენ სიცივეს, სიცხეს, გაყინულ წყალს, ეკლიან ბუჩქს და ძალიან ისეთი ტიპები არიან და თავისთავად ეხა ეს მისი აზარტულობა ვიღაცისთვის ნაკლია და ვიღაცისთვის ძალიან დიდი პლუსი გააჩნია გამოცდილებას და ვის რა მოსწონს და როგორ მოსწონს სახლში. ნუ ეხლა მე პირადად ეს შავი სახელი ისევ დამავიწყდა. კიბა. ალბათ ეს რო სახლში მყავდეს, ვიქნებოდი ისეთ ფიზიკურ ფორმაში, რომ ოლიმპიადაზეც წავიდოდი მაგალითად სამჭიდში და ვირბენდის პრინც. ასეა, ხო? გინდა არ გინდა მასთან ერთად გიწევს მოძრაობა. მუდმივად ცდილობს შენთან კომუნიკაციას და ურთიერთობას. ფიზიკურად გეხება, როცა აიგნორებ მაგალითად რა შენ საქმეს აკეთებ, როცა მიტოვებულად გძნობს თავს, მე უკვე მოდის და გაწუხებს რა, გახსენებს თავს ყოველ. ეს აცრები რაღაცა გეგმიურად ხო ყველაფერი სტანდარტულად და უფრო ყურადღებითაც კი უნდა ვიყოთ მონადირე ძაღლის პატრონები, იმიტომ რომ ჩვენ ველურ ბუნებასთან გვაქვს შეხება და იქ არაერთი გადამტანი არსება და ნადირი მოძრაობს, სადაც იმაზე მეტი ყურადღება საჭირო ვიდრე უბრალოდ სახლში. ეს ნამყოფი ყავს სანადიროთ უკვე? სხვათა შორის ეხლა ამას იქ რა გავაჩერე. აგიხსნით, ნახე როგორ არის როცა უცხო გარემოს და დიდ გარემოს აღიქვავს, ანუ ამის ეხლა რახან პირველი იყო და ანუ არ ურბენია პირიქით. ცდილობს ჩემთან დაკარგოს, იმიტომ რომ კი. არ დაიკარგოს ან რაღაც და გამოწმებს, გაკვირდება, ეს წესე იყო. მაგრამ მე რო ხდება რომ იქ საშიში აღარაფერი და შეუძლია თავისუფლად იმეძროს, მე გაიხსნება და გაიხსნება. წყალში შედიან, ხო? პრობლემად ყინვაში, წყალში ყინულს ამტრებს და ჩადის. ის ცოტა დეპრესიული მეჩვენე. არა, ეს უბრალოდ ესეთი დინჯურება გააგნებული სამი ასაკშია ბრძენია შენსავი. ძალიან ხშირად ამბობ ხოლმე რომ აი პირველი ძაღლი ბლად ეს არ უნდა აიყვანოთ, ან პირველი ძაღლი კარგია თუ ეს. აი ეს რომელი ჯიში არის, რომ შეიძლება რომ პირველი ძაღლი ადამიანს ყავდეს. ხო, ნადირობის და მონადირე ამბავში თორე თუ ხა ფიზიკურად როგორც კომპანიონ ძაღლად რო ავიყვანოთ, კი რატომაც არა. თავისავად ყველა ძაღლს ჭირდება გასეირნება, თამაში, ენერგიის ხარჯვა და პლუსი რაც აქვთ ამ ძაღლებს არიან ძალიან მოსიყვარულე ტიპები, გიждდებიან პატრონზე, უსაფრთხო ტიპები არიან ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მინახავს როგორ თამაშობს, თქვა მოზრდილი ეპანიოლი, თქვა 2 წლის ბავშვთან და აი ჭკუაზე არ არიან, რაც ძაღლი აკეთებს ბავშვი იმეორებს და ძალიან ისეთი ტიპები არიან. რა კითხვა, მაგრამ ზოგადად ხო არის, ნუ ეხლა ჩვენ ვისაუბრია და შენ ამბობ რომ ესეთი ავიჯიში არ არსებობს, მაგრამ ზოგადად მე რაც გამიგია, მონადირე ძაღლები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აგრესიული ჯიშად ითვლება. ფრინველის ძაღლები ძირითადად კი, მაგრამ არიან თქვა ძაღლები თქვა მონადირეები, მაგალითად ძაღლი არა, რაკეტა, რომელსაც აგრესია, ნუ ახლა აგრესია ჩვენ ვძახთ, თორე ის ძაღლი უნდა იყოს ასეთი. მისთვის ზომას, წონას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და იმაზე მეც კიდე. კიდე რა კითხვა მაქვს? მე ვიყიდე მონადირე ძაღლი, ლეგო. და მომწონს ვიყარ ძალიან გიждდები სახში. მიზეს ჩემს ზეობა როგორც ზოგადად. ხო ის. აი ხა ამ ძაღლს თუ არ ანადირებ, თქვა და თუ თავის მოვალეობას არ შეასრულებინებ. ეს შეიძლება რომ ესე თუ აი ეს რა ეს ამის მოვალეობა იდეაში არ არის. ანუ შეგვიძლია ისედაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მონადირე ძაღლი როგორც კომპანია უნდა გყავდეს არც დეპრესიას განიცდის მაგის გამო არც საინტერესოა არაფერი მსგავსი ძაღლს არ შეაწუხებს თამამად და თავისუფლად შეგიძლიათ იყოლიოთ მონადირე გინდათ ფრინველის გინდათ დევარი ისე როგორც კომპანიონი. აი ხა დეპრესია ცხადია რომ ხუმრობით ახსენეთ, მაგრამ ჩემს ძაღლს ჰქონდა პერიოდი, როდესაც მას მე წამალს ვასვედი რეალურად, რომ მისი ქერქი დამშვიდებულიყო. თქვენ თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა, რომ ძაღლს ნერვული სისტემა აქვს, არ მართ ტვინის ქერქი, კი, ვასვევდი წამალს, რომ დამშვიდებულიყო. კი, ეხლა აგიხსნით. კი, ვასვევდი წამალს. კი, დაუნიშნეს. წამალი არასდროს ამჭირვებია, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანი არის და გასათვალისწინებელი არის ძაღლის განწყობა რა. ყოველთვის კარგად ვერ იგრძნობს, ანუ როგორც ადამიანი.
ხო, ნუ ყოველთვის ფიზიკურად კარგად ვერ იგზნობს თავს. ხასიათი არის ხოლმე მომენტები, რომ ძაღლი ხასიათზე არ არის, ან რაღაც აწუხებს შინაგანად ეხა ვერ გვესაუბრება და ზუსტად ვერ გვაგებინებს. იმ მომენტში შეიძლება რაღაც პრობლემა აქვს. იმ დროს შეიძლება ძაღლმა არც კი ინადიროს. ანუ ეს არის ჩვეულებრივი. აი მოწყენილიც არ იქნება, არა კონცენტრირებულად ირბენს, უბრალოდ არ ინადირებს. აი შეიძლება არც ჭამოს, ხო? რაღაცა აი ხასიათზეა და არ ჭამოს რა. შეგახმე, რასაც აი ვერ ამოვხსნით, იმიტომ რომ შეიძლება მეორე დღეს სულ ყველაფერი ისე ნორმას დაუბრუნდეს რა ყველაფერი. ხო, სულიერი არსებაა და მას ყველაზე ისეთი კომპლიმენტი რა არის, რაც შეიძლება მიიღოს აი ესეთმა შეყვარებულმა პატრონმა ძაღლის. აი რა არის? რა კარგი გაწვრთნილია თუ აი რა სუფთაა თუ რა არის ეს კომპლიმენტი, რაც მაინტერესებს. როგორ არის, რა თქმა უნდა, როცა როგორ გიხართ ავსტრალიური მაგაზები, რაც ყავს ქერა დაუსხო, ისინი როგორ ფერადი და ისეთი ძაღლები არიან და თავისთავად რომ ყურადღებას იქცევს, ხშირად გქონია მანქანები გაჩერდა ვიღაცას უკითხია გადმოსვლა და თავისთავად კი, მაგრამ ერთადერთი კითხვა, რომელსაც ვერ ვიტანთ. რა ხნისა? პასუხობ და მიდის მერე ეს ტიპი, ანუ არაფერს ხო არ გაძლევს. რა ხნის არის 7 წლის? და არ უთქვია ჩვენ და ფაციკოზე გევხარდო. ხო. ძალიან. კი, ძაღლი პატრონს მსგავსება კარგია, გძავნა მეტად კითხავს. მე ზაბერჯერ მიკითხავს ქუჩაში, რომ გაოცებულ ვარ, ჯიჟი თავ რამდენი წლის არის, აშ მაინტერესებს. იმიტომ რომ 22 თუ გითხრეს შოქში ჩავარდები, ალბათ ამის მოლოდინში. ხო, იცი, კითხე და გეტყვის. ერთმანავ კითხა, ხო იცი ერთი კვირის დატოვებულ ძაღლზე. რაკნა ისწავლა რამეო და კი დედა დამიძახამე. გამოშტები. მათიურის გამოღება, შაქარი, ჩაყრა ყავაში. ის ეჭიანობს, ახე ჭკუაზე არ არის, ხა ის რო გადავიდა. თავისთავად როცა ხა უცხო ადამიანი ყურადღებას აქცევს ძაღლს, იხარია რომ ესე იგი კარგი ძაღლი ყავს, კარგ ფორმაში არის, რომ რაღაცით იქცევს თავისთავად. მე მაგალითად ძაღლი მარიაჟობა ხო მოსულა ესეთი რამე. ეს ალბათ ხო. ეს ალბათ ხო და ეხლა აბარას გვეყვი. რა თქმა უნდა მოსულა. აი ხა როგორც მანქანით რა, ისე ხო? კი, არის ეხა მონადირებში ჩვენც ეგრე ვართ რა, ვისაც ეხა ძაღლები ყავს, ასე თუ ისე რაღაცებს სუბიექტურად უყურებთ ჩვენს ძაღლებზე, ხო, ასე აი როცა კარგად ნადირობს, აი ჩვენთვის მონადირეებისთვის ეხა აი ეგ ჭყალებში მარიაჟობა რა არის, რომ აი სანადიროდ ვიყავი და აი ამ ჩემმა ძაღლმა ეს ასე ეკნა. ანუ ვიწევზავი ამ ხელას ბაზარია თქვენთანაც. აი დაახლოებით, ნუ რაღაცები აი შეიძლება იქ რაღაცები გააზვიადოს ადამიანმა რა. თან გიხარია რა, ნუ ამაყობ შენ ნადირობის მარცხის მერე გიყიდია სადმე და ეს შემიმოყოლია. არა ხუმრობ კაცო. მესმის მაგრამ ყოფილა მაგაზე. კი კაცო როგორ არ არის. საუბარშორის წარმომიდგენია ეს ძაღლი რომ ყავდეს გაზვიადება თუ შეიძლება რევს ვიტყვი მე. უკვე წარმოვიდგინე. სხვათა შორის არსებობენ ძაღლები, ახლა მაგალითად ჩემი მალინოა. ჯუნა ამ სეზონზე მგონი არ მყოლია, იქ სეზონზე მყავდა. მალინო აქ არ ყოლია. ჯუნა მყავდა ერთხელ თუ ორჯერ. მოიყვანე რა შენ. კი აუცილებლად. როგორი ტიპი არის? სახლში როცა ერთად ვართ, აი ჩვეულებრივად, აი არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ როგორც კი ხვდებით გამოფენაზე, მოდის სტუმარი, აი გეგონება რაღაცა მაღლდება, აი იჭმება, სადაც ვერ ხდება იფრანჭება. ეს რო აი რაღაცა უფრო ისეთი ამაყი და ისეთი ტიპი ხდება ხოლმე, რომ აი ძაღლი უცებ იცვლება და ხდება სხვა ტიპი. კიდე რა კითხვა მაქვს, ცი? აი მე მაგალითად მართლა ეხა იცი ზიადმა ძაღლებზე, აი რავი, ყველა მინდა რომ მოვეფერ რაღაცა და აი თქვენ ქსიამოვნებთ, როცა ქუჩაში მოდიხარ, თქვენ ძაღლს ეფერებიან, თქვათ რაღაცა. კი, მე ყოველთვის მიხარია ესეთი ადამიანის შეხვედრა, ვისაც ძაღლი უყვარს. სხვა შორის საზღვარგარეთ ესე არ არის, ვერ მიხარ და ვერ მოვიფერიკით უნდა მეცვა. ძალიან ხშირად გაუჩერები ვარ და მე ეგეთ შემთხვევა კი. არა, მე პირიქით ძაღლზე რაღაც რეაქციას რომ ვიცი, პატრონები გიждდებოდნენ, სადაც არ ყოფილვარ და რა ვიცი, ეგ რა ისე სხვა შორის აქ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძაღლები არ დადიოდნენ, ეხლა უკვე მრავლად არიან, იმიტომ რომ ამაზე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რუბრიკამ კიდევ აი ასეთმა რაღაცეებმა იმუშავა ახალგერებაზე. იმიტომ რომ მე მახსოვს შვეიცარიაში ვიყავი სულ რამდენიმე წლის წინ და იქ ავტობუსში ძაღლები რო ავიდნენ, მართლა შურით გავსკდი, რომ ჩვენთან რატომ ეხლა უკვე ჩვენთან შეიძლება და მადლობა ყველას მათ, ვინც ეს დაუშვა, რომ დღეს უკვე ავტობუსი დადიან ძაღლები. მაგრამ აი ამ დროთა განმავლობაში ძალიან ხო შევიცვალეთ ჩვენ მათ მიმართ. კი, ვისწავლეთ ძაღლის აღზრდა და დამოკიდებულობები რა არის სწორი, რა იყო რა და როგორ ხდებოდა და რა ჭირდება პირველ რიგში ძაღლს და რა ჭირდება პატრონს რომ ვიცხოვროთ თქვენ. ანუ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მიუხედავად იმისა რომ გგონია ხოლმე რომ რაღაცები ვიცით, აღმოჩნდება რომ არაფერი არ ვიცით ხოლმე. რა ვიცი, ჯანმრთელობა და კარგი ცხოვრება მინდა ვუსურვო თქვენს მეგობრებს და თქვენს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა კი ამით დასრულებულია, მეგობრებო. სპორტი არ არის დღეს
დღეს უკაცრავად სხვადასხვა მიზეზების გამო მეც გემშვიდობებით. შემდეგ კვირამდე ნახვამდის. გიორგობას გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას.